ლიბერტის სტრატეგიული პარტნიორობით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის დახურვის ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის 46 თვე გაგრძელდა. 60 დაფინანსებული საწარმო 1600-მდე მონაწილე 2019 დასაქმებული ადამიანი პროექტი ასეთი შედეგით დასრულდა. პროექტის შედეგების პრეზენტაციის პარალელურად ამ პროექტის დაფინანსებულმა ახალგაზრდებმა საკუთარი პროდუქცია გამოფენაზე წარმოადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის გამარჯვებულები, ასევე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. ლიბერტი ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო მეწარმეობის და ბიზნესის ხელშეწყობა განვითარება და ეს განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენთვის, როდესაც რეგიონებზე ვსაუბრობთ, სადაც განსაკუთრებით ვცდილობთ ჩვენი როლი შევიტანოთ ბიზნესის წინსვლაში. შეგვიძლია არა მხოლოდ ფინანსური რესურსების კუთხით მიგვიღო კონტრიბუცია, არამედ გამოცდილების გაზიარებით, განათლების გაზიარებით. ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი წარმოადგენს ახალგაზრდების ხარდაჭერა, როგორც სპორტში, ისევე რა თქმა უნდა სამეცნიერო საქმიანობაში და აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მით უფრო რომ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენ უცხოელ და ქართულ პარტნიორებთან ერთად დახმარებოდეთ ახალგაზრდა მეწარმეებს რეგიონებში. დღეს დასრულდა პროექტი ახალგაზრდობის მეწარმეობის ხელშეწყობით სოფლის განვითარება საქართველოში, რომელიც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ იყო დაფინანსებული. პროექტი 46 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს 4 რეგიონში და ფარავდა 18 მუნიციპალიტეტს. ეს პარტნიორობა დაიწყო რამდენიმე ხნის წინ მერსი კორპსთან ერთად. მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ დასაქმების სფეროს, როგორც იცით, ახალგაზრდებში უმუშევრობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თქვენ მომავალი დაინახეთ. მათ აქვს წარმოუდგენლად დიდი ინოვაციური ძალა, ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მხარს ვუჭერთ ჩვენ ამ პროექტს.